მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია ვიდეო ვეღარ გადავიღე. მე მაინც დავდიოდი სათევზაოდ, მაგრამ ისე მთხოვდა რომ ვერ ვიჭერდი ვერაფერს. ეხლა მოვდივარ ისეთ ადგილას, სადაც გარანტირებულად დავიჭერ ვერ თევზს რა. მოვედი Staten Island-ზე, აი ეს ტბაში. და ნახეთ ხე ყველაზე მაგარი რა არის რა. აი აქ არის ჩემი მანქანა დაპარკინგებული და აი აქ თევზაობ მე. ეს ჩემი მოწყობილობები რაღაცეები. ძალიან კომფორტულია მაგ მხრივ. გამიმართლა. ახლოს ვიპოვე პარკინგი. წინაზე აქ რო ვიყავი და ვითევზავე, ძალიან კარგად დავიჭირე, მაგრამ მიკროფონმა ხმარ ჩაიწერა და ვიდეოც გაფუჭდა, არ გამოვიდა. შესაბამისად დღეს შიგადაში გადავამოწვევ ხმასაც, სათვალიდანაც ვიღებ. და ეგ არის რა, ყველაფერი მზადყოფნაშია. ასე რომ ეხლა გავემზადები, ავაწყობთ ყველაფერს და განახებთ. აი ესე მაქვს რა, პარკში ხელი რო არ დამესვაროს. ამით აურეო. არ აქტიურობ ჯერჯერობით არ და წინაზე რო ვიყავი დამღალა აქ აურობამ რა. ჩაგდებული არ მქონდა რომ თევზი იყო უკვე. სხვათა შორის აქ ბევრი საინტერესო სახეობის თევზია, მაგრამ ხოლო დავიჭირე მე კობრი და ეს catfish-იც არის მაგის ორი სახეობა რა. catfish არის იგივე ლოკო. ლოკოს აქვს ბევრი სახეობა. ჩვენთან რომელიცაა დიდი რო იზრდება, მაგას თუ არ ვწდები, ეგ უნდა იყოს ლურჯი ლოკო, ზუსტად არ ვიცი რა. ხო და აქ რომელსაც ვიჭერ არის bullhead-ი. აი, ურტყავს რაღაცა. შავი და ყავისფერი bullhead-ები რა, ეს ეძახიან, რავი, catfish, ეგეც შეიძლება იყოს. მოკლედ ესეთი რაღაცა არის. აქ მოვაბავ, გავუშვებ, აქ ჩაიდება საჭმელი, აქ სიმინდი გაკეთდება და ეგ არის რა. რაღაცა არის რა. ნახოთ როგორი ეფექტური იქნება და მე გავსაჯოთ რა. ვიზუალურად დიდი არაფერი არ არის. და როგორ ვქნათ, იცით? თქვენთვისაც უფრო საინტერესო რო იყოს. ერთანკესზე მხოლოდ გამოვიყენებ სიმინდს, მეორეზე გამოვიყენებ ეს ნაყიდი რაც მაქვს რა, პაჭკები მაგას. და ნახოთ რომელი უფრო ეფექტური იქნება. ეგ არის, ასაც ვამბობდი დავიჭირე. ეხლა განახებთ პირველ ლოკოს რა. ეს bullhead-ი. როცა ძალიან ცუდი თევზია, ეს იმ ხრივ რომ ძალიან ცუდი ხიჭვები აქვს რა. აი შეხედეთ, აი ესენი არის ძალიან ბასრი ეს ადგილები. აქ პირდაპირ ხელში შევა და გახრიტავს ხელს, ძალიან ძლიერია ეს ადგილი რა. აქ მეორე მხარესაც ეს ფარფლებთან. ძალიან ბასრი და ტკივნეული დაბოლოება აქვს და ზემოთ. შეხედეთ, სადაც ამის ზურგი არის, აი აქაც. ესე ძალიან ბასრია და ძალიან ძლიერია. ნუ ამის დაჭერა შეიძლება პირით რა, კბილები არ აქვს. ჩოთქივით აქვს რა, ნუ პირით ეს დაიჭერ და ეგა. ახლა ეს პატარა არის რა შედარებით ზომაში. ამის გასუფთავება შეიძლება ამას ზურგს ააჭრი დანით ფარფლებთან. პირდაპირ აქ თავს დააჭრი და მუცლიდან გაასუფთავებ რა. ცუდი გასასუფთავებელია სიმართლე რო გითხრა და გემოზეც დიდი არაფერი აი ხორჯოს შევადარებდი რა გემოზე. ხო და სიტუაცია ესეთია რომ ესენი მრავლდება ძალიან მაგრად ეს თევზები. და ნუ იზრდება დიდი, ეხლა ეს არ არის ამის მაქსიმალური ზომა, ეს შეიძლება 2-3 კილომდეც გაიზარდოს და ნუ გააჩნია პირობებს კიდე რა, როგორ პირობებში გიყოლება და მე ხა ამებს გავუშვებ, იმიტომ რომ ესეთ ზომა თევზებს არ ვიტოვებ რა. თან ძალიან ბევრს დავიჭერ, შეიძლება 50 და 100 მეტიც დავიჭირო, ესენი არის სავსე აქ. ხო და ასე რომ დავიტოვებ დიდ კობრებს მხოლოდ. ეგეც აი კილოზე ზემოთ თუ იქნება რა. და გასუფთავება არ მინდა ეხლა ამ პატარა თევზების და მთელი ღამე უნდა ვასუფთავო მე ესენი. აი ესე ლამაზად ჩავსვათ. სიო. გაქრა. ან ძალიან მაგარი თევზია რა მხრივ, აი ყველაფერს გადაურჩება რა. რამე რომ მოხდეს
ტბის დაბინძურება, მოწამვლა, რავი, აი ყველაფერს ურჩება ესეთი თევზი, აი ძალიან ძაღლია მართლა რა. კარასი რო კარასია, ხო ვიცით? კარასზე მეტად ძაღლია. აი, წარმოვიდგინეთ, კარასის მსგავსი თევზი არის აქ, ბლუგილი. ნუ კობრიც ხო ძლიერი თევზია, ასე თუ ისე რა. ესენი მყავდა დაჭერილი ჩავსვი ამ ჩემს კონტეინერში და დაახლოებით 5-6 საათის მერე რომ მივედი სახში, ესენი კიდე ცოცხლები იყვნენ და კიდე მაგარ ხოძე იყვნენ რა. საქართველოში ეს სახეობა არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ეს სახეობები, რომ ჩვენთან მდინარეებში, ღელეებში, გაუშვათ ტბებისთვის დიდად არ არა, იმიტომ რომ სხვა თევზებს საერთოდ საჭმელს რა და ტბაში ჩვენ კარგი თევზები გვყავს და მდინარეებში ცუდი არ იქნება, იმიტომ რომ ამათი ზომა, რავი, კილოებს აცდება, ძალიან გამრავლდება, აი ძალიან ბევრი იქნება და ყველაფერს მოედება, შესაბამისად ამის ჭამა შეიძლება და რო რაღაცა მოხდეს და რაღაცა კარგი საკვები რესურსი იქნება რა. და რა ვიცი, თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ თევზზე, ან იცით ჩვენთან არის, არ არის, ან სიტყვაზე რატო არ უნდა იყოს ჩვენთან ეს თევზი, ან რა პლუსები და მინუსები აქვს, დამიწერეთ, საინტერესოა. წავიკითხავ სიამოვნებით. ეხლა მე ამას ისევ ჩავაბრუნებ და მანამდე ავაწყობ მეორეს. აი ესეთი სიტუაცია იქნება აქ, სანამ მე ერთ ანკის ავაწყობ. ესენი არ დამაცდიან რა და მოდი კიდე ჩავაბრუნოთ. იქნება რამე წესიერი დავიჭიროთ, ისეთი რომ დავიტოვოთ რა ეხლა. მაგის დატოვებას არ ვაპირებ. რაზომაც ნუ კილოზე დიდით დავიჭირე, მაგასაც დავიტოვებ, მაგრამ აქ ეშვიათია კილოზე დიდები. აი მართლა ძალიან ძლიერი თევზია რა, აი რავი, რა გინდა რომ უქნა რომ ეგ მოსპო რა. აი ხა ჩემი ოცნება არის რომ ცოტა ასაკში რომ შევალ, სადმე აი ტყის სოფლის სახლი, ისეთი რომ დიდად ახლომახლოს მეზობლები არ გყავდეს, საკუთარი ტბა და აი ეგეთ სიტუაციაში ესეთი თევზები არის იდეალური, იმიტომ რომ თითქმის ყველანაირ პირობებს უძლებს რა. ტალახში ოდნავ რო შრება წყალი და ტალახია დარჩენილი, მანდაც გადარჩება და აი მსგავსი ძალიან ბევრი პლუსი აქვს რა. ეხლა მე უცებ ამებს გავამზადებ ყველაფერს და დავიწყოთ დიდ თევზებზე თევზაობა, ნუ დიდებზე რა, ეს თევზზე რა, სადღაც. აქ ეხლა მე ეჭვება 5-6 კილოიანი კობრი იჯდეს. ან თუზის კონკრეტულად ამ ადგილას მე ეჭვება, იმიტომ რომ დიდია ტბა, თელ გაყოლებაზე იქითაც და იქითაც მიდის ხა და. ნახოთ რა როგორ იქნება, რა იქნება. თუ რაღაცა დაარტყავს, თევზი იქნება, არ გამოგაბარებთ. მოდი უცებ განახებთ. მე როგორ წნულს უკეთებ ხოლმე რა. შეხედეთ ეს ხო ავიღებ. ესე, ძალიან მარტივად რა. აი ამას ეს შემოუტარებ რამოდენიმეჯერ, მოდი თქვათ რომ 8 ჯერ. 3, 4, 5, 6, 7, 8. 7 წყალფნის რა. მე ჩამოვწევ და აი ამას სადაც შევკარი, აი ქვეშ გავუყრი. უტყავს მივალ მაგასთან. აი ამას დავიჭერთ თავს და დავკაჩებთ. მოდი კბილი დავიჭე. ეგ არის. всё, შეხედეთ. მარტივია ყველაზე, რა, აი კვანძებს და რაღაცებს. ჯობია რა. თან სხვათა შორის ეს ბულჰედი, ეს ლოკო თუნდაც რა, რაც გინდა ის დაუძახოთ. საკმაოდ დებილი თევზია ორჯოსავით რა. აი თუნდაც თლიანად ჩანდეს, შენი კანჯო მაინც მოკიდებს პირს რა. ხო და აი მაგ მხრივ გასართობად ცუდი არ იქნებოდა ეხლა რა საქართველოში რო იყოს. ზოგადად მე როგორც ვიცი, რაც უფრო დიდია ტბა, ეს სივრცე წყალი, თევზიც უფრო დიდი იზრდება რა და რავი, კარგად გაიზრდებოდა საქართველოში. კაი ხა დავისვენოთ, ცოტა ხანი ავაწყო ეს და შევუდგეთ. ოპა, რაღაცა ძლიერია მეგობრებო, სავარაუდოდ კობრია. კობრი. ოპა, რაღაცა ძლიერია მეგობრებო, სავარაუდოდ კობრია. კობრი. დიდი ალბათობით.
ნუ სტანდარტი რა. მოდი აბა დამიწყნარდი, სქელში არ გავირჭო. დავიჭირეთ სტანდარტი. ესეთები ბევრი აქვს რა. რამდენი იქნება ეს? იქნება 9 კილო ალბათ რა. რა ვქნა? დაიტოვებდით თქვენ ამ ზომას? მოდი დავიტოვოთ რა ჩემი რამითის. წყალს ავავსებ. წყალს ავავსებ და მოკლედ მეგობრებო, ჩემი რჩევა იქნება თუ აქ ითევზავებთ. მე ხო ვინც ვკითხავთ ხო დაგიწერთ ამ ადგილს. ითევზავთ პაბლავკით რა. იმიტომ რომ უკეთეს შედეგს იძლევა ისეც მაგნაცელი და ესეც. ასევე ჩემო მეგობრებო მაქვს ჩინური სიმინდი რა. ესეთი წითელი სიმინდებია, დიდი მარცვლებია შედარებით და ცოტა ამასაც გამოვიყენებ რა. როგორი იქნება ეს დასაკვები გამომივიდა თხელი რა, კარგად არ დავაკვირდი, წყალს რო ვასხავდი. ხო და თხელია რა და ახლა მზეში დავდე და ცოტა ამოშრება თავისით. ეს წითელი სიმინდი გავუკეთოთ ერთი ცალი და ერთი ჩვეულებრივი სიმინდი. სხვათა შორის ამ სიმინდებისას კარგად უნდა დააკვირდეთ რომ მოსყიდულობთ, იმიტომ რომ ზოგიერთი ბრენდის არის პატარა კაკლები და ეგენი კარგად არ კეთდება. აუ, ხარ მოუნდა იმასაც. ოპა, ეს ურტყავს. საინტერესოდ ურტყავს. საინტერესოდ ურტყავს. ნახოთ აბა რა არის. კობრს არ გავს, იმიტომ რომ სუსტია. არც დიდად ლოქოს არ გავს. სავარაუდოდ ლოქოა, მაგრამ ცოტა მოზრდილი. არა, რაღაც სხვა არის? მოიცადე ვერ ვნახე კარგად. არა, ლოქოა, ცოტა მოზრდილი. როგორც თქვი რა. ტივად ეთყობათ, იმიტომ რომ ამაც ნელა მიაქვს ანკესი და მობრი კარგად ჭიდაობს. ეხა ეს არის შავი ბულჰედი. აიგარი. Adiós. წავიდა. კაი, ეხა განახებთ რამდენად თხელი გამოვიდა ჩემი დასაკვები. შეხედეთ ეს რა არის. ძალიან თხელია რა. არ შეიკვრება ეს ჯერჯერობით, სანამ არ ამოშრება ეს წყალი. გამოვიყენებ აი ესეც ატყუარას რა. ჩანს კარგად. ახს გაუხსნელი ხო არ მაქვს? კი, გაუხსნელი მაქვს თეთრი. ესეც გაუხსნელია იდეაში, ორი სხვადასხვა ფერის მაქვს რა. ორივე ვწვდი, ცოტას იმას გავუკეთებ, ცოტას ამას. და რომელი უფრო კარგად იმუშავებს? ნახოთ. მე მეჭვება რომ ამან მაინც აჯობოს სიმინდს, მაგრამ რა ვიცი, თქო. როგორ ხასიათზე იქნება? თევზი მაგას გამაჩნია. ჩემი გამოცდილებით ესენი არ მუშაობს კარგად. მოვაწროთ ამას სიმინდი და გავუკეთეთ. მეგობრებო, მოკლედ დამიჯდა კამერა და ესეთი რაღაცა გაკეთებული ხა განახებთ. ეს არის кейსი, სადაც იტენება. ამას მოყვა ორი ელემენტი, მაგრამ ჩინურები იყო და დაიბერა გადავაგდა. ეხა ეს ორიგინალი ერთი იტენება. ამას ვიყენებ როგორც power banks, თანხმდ განათება. და სანამ ეხა ამას ვტენიდი მე, მანამდე აი ეს ანკესი კიდე რამ წაიღო თევზმა და ვერ მოვიცდიდი, უნდა მომიყვანა.
გადავიღე სათვალით და მაგას ჩავსავ. აუ, აქ რაღაცა ძლიერად უტყვის. კობრია უეჭველი. ეგ არის მეორე სტანდარტი. კამერა ვერ მომასწარი, თავარი კამერით გადაღება. აიცად ხელში არ გამერჭოს ეს განჯო. ეგ არის. და აუ რა ამბავია, აი ჩვენი კობრები, კარპები აქაურად რა. აი კიდე ეთამაშება. ერთი არის დომკაზე, ერთი არის პაპლაუგზე, ერთზე არის ჩვეულებრივი სტანდარტული სიმინდი, აუ რა ხმა შემოდის იქიდან იმენა. მოკლედ რადგან შუა დღეა, თევზს წისვენებს. ცოტათი შენელებულია თევზაობა. ასე რომ ეხლა მე აქ ეს ჩრდილში წამოვჯდები. და მეც დავისვენებ. კარგი ბუნებაა გარშემო. და დავტკბები ბუნებით. როგორც კი რამე დაარტყავს, გაჩვენებს თქვენს ეგრევე. წავიდა მეგობრებო, ურტყავს რაღაცა. ისე ურტყავს, რომ კობრია. უდიდესი ალბათობით. ეგ არის. კიდევ ერთი სტანდარტი. მესამე რა. ლიდერობს სიმინდის სხვათა შორის 3-0. ხოლო სიმინდზე მოვიდა. ხო და ეხლა ნახეთ რა გავაკეთე. სადაც ხის ჩრდილები ეცემა, მანდ დავიწყე ჩაგდება რა. იმიტომ რომ მზე რადგან აჭერს, ჩემი ლოგიკით უფრო ჩრდილისკენ გადაეწეოდნენ თევზები რა. ხო და მას უშვები. და ეს წეღარო ვისროლე ხეზე გამომედო, ძლივს ჩამოხსენი ერთი ანკესი რა. და ამან არ მაცადა. კაი ხამას მე მოხსნი. თავიდან ავაგებ სემენდებს და ისიც შრება. საღამოსკენ უკვე გამოშრება, საღამოსკენ ამინდით დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე როგორც ჩვენ გვინდა. და ეს არის რა. სტანდარტული ზონა. რა. გახსოვთ ჩემი პირველი კობრის ვიდეო? სადაც მხოლოდ ერთი ცალი დავიჭირე, ანუ ეგ ერთი ძგონი სიმინდზე დავიჭირე წინაზე რა და სულ ამ სატყუარით ვცევზავდი და სავარაუდოდ იმის ბრალია რომ ვერ ვიჭერდი, რომ ამ სატყუარას ვიყენებდი და არა სიმინდს. იდეალურ კარგად ჩავაგდე. სადაც მინდოდა ზუსტად მანდ. ამასაც სარი გავუკეთეთ და ველოდებით ახლა. არ დაგვრჩენია არაფერი გარდა ლოდინის. და კამერა ცოტა გადავიტანო ჩრდილში, თორე ზე აჭერს. რაღაცამ დაიწყო და აქეთ ანკეს ეთამაშება. ნუ აი მხოლოდ სიმინდზე რა. სხვა სატყუარაზე ჩარტყმაც არ ყოფილა. ხო და აქედან გამომდინარე მეგობრებო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს სატყუარები არის ნაგავი. შესაბამისად, ცოტა ხანში ხა იმასაც დავაცლი იმ სატყუარებს და მანდაც სიმინდს გავუკეთებ. იმიტომ რომ ფაქტიურად ტყუილად არის ჩაგდებული სენკესი, არაფერი არ მოდის რა. რავი, სადღაც ისეთ ადგილას თუ თევზი ძალიან ნაშიმშილებია, შეიძლება მოვიდეს რაღაც ძალიან დიდი ბუშტუკები ამოდის აქედან. ძალიან დიდი კუწევს სავარაუდოდ რა. იმხელა კუებია აქ იქნება ერთი, რავი, 20-დან ზემოთ, 20 კილოდან ზემოთ რა და ეგ რო გამოებას ჩავწვი და ვანკეს წინას რო ვიყავი, ჩემ მეგობრს გამოება და ჩაჭრა მოუწია რა, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ ამოიყვანა და თან ვერც მოხსნი. წარმოიდგინე მაგ კუს პირიდან, იმიტომ რომ მოგაჭამს თითს. აი ეს პირი აქვს რა.
ვერაფერს ვერ იზა, ვერც ამოიყვან. ძალიან ცუდი პონტია მაგის გამო რა. ასე რომ უნდა ეცადო, სადაც დაინახავს თითქოს, მან არ ჩააგდო ხოლმე, იმიტომ რომ ყველაფერზე მოდიან რა. ნახოთ რაღაცა ამას ეთამაშებოდა და თუ რაღაცა ამოვიტან სხვაგან ჩავაგდო. ხო, აი სიმინდი შეჭმული აქვს. ეხლა მოვიტან სიმინდს. ამან იმენ გაბურხატვინ. ოპა, მეგობრებო, ეხლა ამოვიტანი ანკესი, უნდა მეთქვა თქვენთვის, რომ მაგის მოხსნას ვაპირებდა სიმინდებზე გადაყვანას და ამან დაიწყო ერთი ამბავი. ვა, საკმაოდ ძლიერია. ბიჭო, არა დიდია, სტანდარტზე დიდი უნდა იყოს. კი, სტანდარტზე დიდია, მეგობრებო. ეგრევე ვიგრძენი. სხვათა შორის საკმაოდ იაფიანი, მაგრამ ამავდროულად კარგი ჯოხები მაქვს ნაყიდი, იმიტომ რომ საერთოდ არ ტყდება წვეტი რა. რანაირადაც არ უნდა გამოვიყენო. ეს ცუდი არ არის, იქნება ეს კილომდე. ჩემი გამოთვლებით რა. თან მამალია. და როგორც ჩანს, ახურებულია. ეგ არის რა. ცუდი არ არის. საკმაოდ ძლიერი იყო, სასიამოვნო იყო. ჩავაგდეთ. ჩემი აზრით ხა ეს ვიდეო უნდა მოგეწონოთ, იმიტომ რომ აუ რა გოგოა. აი გოგო გეყოფათ ხა. ეს თევზი ამოვიყვანოთ. აუ მეც ისეთი მოთხრილი ვარ, იმინა მოგვითხრე. ნახოთ ამას რა ეთამაშებოდა. არც არაფერი. ცოტა მიუშვათ. და ამასაც მოუშვათ. ამას მე შევეხი და მაგიდო დაქანოდა მგონი. აქ რა სახეობებიც არის, მაგ სახეობების სიას ამოვანათებ აქ და ნახავთ რა თევზების აჭერა შეიძლება. ხოლო ამ ადგილის გასაგებად კომენტარი დამიწერეთ და გეტყვით ხო და ვინც ვიდეოს უკვე აქამდე უყურებთ, გამოიწერეთ არხი, რამე კომენტარი დაწერეთ, თუ არ გაქვთ არაფერი და პროსტა გულები დაწერეთ რა, რაღაცა გავარდეს ვიდეო ცოტა და მეტად და მეტ აქტიურობაზე წავიდეს და რაც უფრო მეტი გამომწერი იქნება, რაც უფრო მეტი აქტიურობა, უფრო მაგარ ადგილებში წავალ რაც თვზავთ. აი. ერთი შედარებით დიდი და სამი სტანდარტი. აი ხო თქვი. რაც იქნებოდა წინასწორვე, ვიცოდი. სტანდარტულად mini loco. ოპა, მეგობრებო. დამიგდო ანკესი. კობრია უეჭველე. ბიჭო, გაიწლიერია. ზომას ვერ ხედავ ჯერ. კარგია, სტანდარტია რა, ცოტათი დიდი სტანდარტი. შეხედეთ. სულია.
ეგა შევმატოთ ახლა ეს ჩვენს It's a carp. That's so cool. Yeah. We were here like a week or so ago and we were only getting little catfish. Yeah, it's lots of here. Like I'm catching hundreds of 50 little catfishes. That's cool. Yeah. მოკლედ მეგობრებო, დიდი ალბათობით ისევ კობრია, კი. მოკლედ მეგობრებო, დიდი ალბათობით ისევ კობრია, კი. ახლა კესერას ვიძახია ეს თავისუფლად მიჭირავს, რაც უნდა სიმძიმე დავკიდო, წვედი არ მეტყდება რა. და თან საკმაოდ იაფიანია, ყველაზე იაფიანი რაც იყო. Walmart-ში ეგ მაქვს ნაყიდი, სადღაც $45-მდე მივეცი თავის დროზე რა. ყველაფრიანად ჯოხი, სატრიალებელი და დაჟე სატყუარები და რაღაცებიც მოყვა. ნუ სტანდარტია ესეც რა. უკვე თუ არ ვწდები 6 წელი უნდა მყავდეს. და ზუსტად ეგრეა, ოდნავ მოზრდილია იმასთან შედარებით, რასაც ვიჭერდი. ოდნავ. Yeah. Guys, look at ცოტა მოზრდილია, ცოტა. ეს Why, what's he doing over there? და ეს აიხლარ თამაში. ეს თუ ულაშები აქვს რა, ლოკოს ულაშები. Do you want fish? Do you want? What kind of fish? Catfish. What kind of fish? A catfish. That's right. Take your fingers out of your mouth, please. Thank Bring you. us some bait over here, yeah? Bring us some light dough. Yeah, you come. არა, ისევ ლოკოა. ისე, ნუ სტანდარტული ზომა რა. ცოტათი დიდი. ისევ ლოკოა. Don't touch. Get over here now. Now. All right, can we leave? Because he's not fishing. So what the hell's the point? No. I want to fish on you. Here, look. And got another fish. Yeah. Hey, you take him off. I touch him. Yeah, it's off. You Go see what it has. მოკლედ მეგობრებო. ნელ-ნელა გადადის მზეც რა, ეხა ცოტას და ჩავა ხეებში. რაღაც 1 საათი-საათნახევარია ძალიან შენელებულია. კობრი აღარ დამჯდარა რა, ეს ლოკოები დაჯდა, რამოდენიმე არ გადამიღია ისე რა. ხო და ეხა უკვე საღამოც შემოდის და საღამოს გამოიყვწეს კობრები და უნდა იყოს წესით ნორმალური თევზაობა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ცოტა კიდე მეტი ხანი გავჩერდი, აი კიდე ერთი ლოკო.
მაგრამ ეს ხა ძალიან მინიატურულია რა. აქედან ციყვი მესვრის რკოებს. არ ვიცი, ეგეთი რაღაც თუ გინახავთ, მაგრამ მაგარი ნაგლი ციყვი, აი იქ როგორც კი მივალ ხესთან, რკოებს მესვრის ხოლმე. მოკლედ ძალიან ბევრი გარეული ბატებია რა, ძალიან. აი ხაც აი ორლულიანი და 1.5 აქვს ჩამოვაგდებდი, ისე ახლოს გადამიფრინეს. დიდი არაფერი რა. სტანდარტული ზომა. 100 გრამიანი ალბათ. 10 წელი რო დაეჭირო 1 კილო გამოდის. 1.10 კი არა, 1.15 ალბათ დავიჭირე რა. ესეთი ზომა და ცოტა დიდებიც ამაზე. აი სადმე კემპინგს რო აკეთებდე. რაღაც ისეც რო იღებდე რო გადარჩენაზე ან რაღაცაზე რო იყო. უპრობლემო შეჭამ ამას რა. Просто მე დიდად არ მიყვარს თევზი და კიდე ამის გასუფთავება ნახდად არ მინდა რა და მაგიტო ვაგდებ თუ რო პრობლემოთ იჭმევა ეს თევზი. Yeah, big one in the container. Yeah. Yeah, I'm gonna show her. Yeah? Wait, okay. Let's see. Guess her. How big? Yeah. They're huge. I'm gonna touch it. Don't touch it. That's all gonna be done. Dinner. Did. You see? How cool. Thank you. You're welcome. ისე დამღალა, იმენა დამღალა ამ ლოქოები. სხვათა შორის ეხა აქვთ ამათ კვერცხისდების პერიოდის სავარაუდოდ. იმიტომ რომ მამლებს უკვე რძე მოსდით. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ეს სახეობა ჩვენთანაც იყოს დაწერეთ, მეგობრებო? რაღაც თითქოს უფრო მავნებლებივით არიან, რაღაც ეგრე უყურებ მე და. რა ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან რა. ზუსტად არ ვიცი ხა ესენი სხვა სახეობებს უშლიან თუ არა ხელს გამრავლებაში. იმიტომ რომ რა გააჩნია რა სჭამს ხა ბასი მაგალითად. უფრო მე როგორც ვიცი პატარა ლიფსიდებით იკვებება. და ესენი წესით ჭამენ ყველაფერს ვაფშე, ბალახსაც, პატარა ლიფსიდებსაც, ჭიებსაც, ყველაფერს ასაც იმას იზამენ რა შეძლებენ. მეგობრებო, ეცი ხა უკვე ვამთავრებთ ებზაობას, აი ეს ჩასულია. შეწყდა აქტიურობა. ეხლა წესი კი დაიწყება ცოტა ხანში ისე. 6 საათია, მაგრამ დამიჯდა ყველაფერი, powerbank-იც დაждდა, კამერაც უკვე დაждდა. მანქანა კი მყავს აქ შემიძლია შევაერთო რაღაცა, მაგრამ მეც დავიღალე 1-6 საათია უკვე თევზაობ და 6 თევზი დავიჭირე, 6 ცალი კობრი რა. ეხლა მეც უდროს მოვედი, აი უკვე ამ დროს უნდა დაიწყო აქ მოსვლა რა. აი ხარა დროც არის. მაგრამ მაინც ეხლა ნახევს კიდე ჩაგახედებთ. კარგი ზომის კობრები დავიჭირეთ და უამრავი ლოქ. მშვენიერი ზომებია რა.
მთლიანობაში იქნება ალბათ 1-3 კილო. შეიძლება ცოტა მეტი. ხო და ეგ არის რა. ეხა დავლაგდები, ავაწყობ ყველაფერს. სახში მივალ, ჩაუჯდები ამ ვიდეოს და რაც შეიძლება სწრაფად დავდებ, რომ თქვენც ნახოთ. ასე რომ მეგობრებო, ვიდეოს ბოლოს არ დაგავიწყდეთ. ჩემი სათევზაო ინსტაგრამის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და რაღაც კომენტარის დაწერა, თუნდაც რაღაც გულები დაწერეთ, თან რაღაც არ აქვს მნიშვნელობა. ალბათ თქვენიცით, მაგათ.